ჩვენი პირველი სტუმარია ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობას წარმოადგენს, ის თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ასე იქნა ის დღეს წარდგენილი საზოგადოების წინაშე. ნიკა, გამარჯობა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე მინდა პირველი შეკითხვა დაგისვა, თქვენ როგორც წარსულში მერობის კანდიდატს, რომელმაც მეორე ტურში გადაიყვანეთ ნარმანია მერობისთვის ბრძოლაში, რითი გჯობიათ თქვენ ზაალ უდუმაშვილი, რატომ პოლიტიკურ ერთ-ერთ ლიდერზე არ შეჩერდა ნაციონალურ მოძრაობაში არჩევანი და არაპარტიულ და რაღაც ცნობად სახეზე, მოდი ასე ვიტყვი, შეაჩერეთ არჩევანი. დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ახლა მკითხეთ ჩემს შესახებ როგორც კანდიდატზე 2014 წელს, დიახ, 2014 წელსაც მე ნამდვილად არ ვიყავი არანაირად პოლიტიკური პარტიის წევრი და მეტ შეიძლება თქვენ პირადად არც მიცნობდით საჯარო ასე ვთქვათ სივრცეში როგორც ჟურნალისტი და მაშინ ჩემი ერთ-ერთი თავარი სლოგანი იყო და დღესაც ვერ მხრობი და დღესაც ამაში ვარ დარწმუნებული რომ თბილისის მერობის თანამდებობა არის პოლიტიკაზე მეტი და ვამბობდი ხშირად და ეხლაც ვიტყვი რომ თბილისი პოლიტიკაზე მეტია და მართლა ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ყოფილიყავი ის თბილისის მერი რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა დისტანცირებული პოლიტიკური პარტიული ყოველდღიური რუტინისაგან. დიახ, ეხლაც იგივეს ვამბობ, თბილისის მერი არ უნდა ითქვიფებოდეს პარტიულ ცხოვრებაში. ამიტომ მიმაჩნია რომ დღეს ზალიკო უდუმაშვილის ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ ღირებულება გახოთ ამაში. იგი არ არის პარტიის წევრი, იგი არ იქნება 24 საათის განმავლობაში ჩართული თბილისის პოლიტიკური პარტიის ცხოვრება, ხომ არ არის მხოლოდ თბილისის ასე ვთქვათ არჩევნები. იგი არის ყველა ფლანგზე მუხშაუხელი შრომა, რომელიც მოითხოვს 24 საათიან რეჟიმში პარტიაში ყოფნას და მუშაობას. ამიტომ ის ადამიანი, ვინც იქ ანუ მიდგომას სulis ნაციონალური მოძრაობა, იქ იგი უბულავად ცუდი მერი იყო, როცა ის პოლიტიკური ლიდერიც იყო ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის. მე ადრეც ვამბობდი, დიახ, 2014-შიც ვამბობდი, დიახ და ეხლაც ვიტყვი, რომ მისი თავარი ერთ-ერთი შეცდომა იყო, იგი იყო თბილისის მერიც და იყო ამავე დროს პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თანამდებობრივად და ეს მას ხელს უშლიდა და კიდევ უფრო მეც გააკეთებდა რომ არ ყოფილიყო დაკავებული თანამდებობა პოლიტიკურ ასე ვთქვათ პარტიაში. დიახ და ამანაც გამოიწვია გაუცხოება მის მიმართ და წინა ხელისუფლების მიმართ და მხოლოდ დიდწილად მნიშვნელოვნად ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერები აღიქვამდნენ მას როგორც თბილისის მერად და გახსოვთ თქვენ იყო უდიდესი უბსრული მასა, ანუ იმ გუნდსა და დანარჩენ მოსახლეობას შორის. და ზალიკო უდუმაშვილს დიახ შესწევს ის უნარი რომ იყოს გამაერთიანებელი თბილისის მერი. დღეს როგორც არასოდეს თბილისს სჭირდება ერთობა, დღეს როგორც არასოდეს თბილისს სჭირდება გაერთიანება, დღეს როგორც არასოდეს მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური გაერთიანება უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნის გარშემო. დავამარცხოთ ქვეყანაში ის ყოფილება რომელიც არავის არ მოგწონს. ზოგი უბრალოდ ხმამაღად და გაბედულად ამაზე საუბრობთ, ზოგი ვერ საუბრობს ამაზე საჯაროდ და გაბედულად ჯერჯერობით, მაგრამ ისინი ნამდვილად არიან შეწუხებულნი და ვინ თუ არა ისეთ ადამიანმა როგორც არის ზალიკო უდუმაშვილი უნდა გააერთიანოს ყველა სამოქალაქო ჯგუფი და ყველა გემოვნების პოლიტიკური გემოვნების მქონე თბილისში. ზალზე არჩევანი შეჩერდა როგორც არაპოლიტიკურ ფიგურაზე, ეს შეგნებულად ეს იყო პარტიის ასე ვთქვათ ასეთი არჩევანი და ეს მისი არჩევა მერობის კანდიდატად არ ნიშნავს რომ პარტიული რესურსი, პოლიტიკური რესურსი იყო მწირე ნაციონალურ მოძრაობაში? როგორ არის? ანუ ეს ამ სიმწირეს არ ნიშნავს არამედ თქვენს ახლებურ მიდგომას? კითხვა დავაზუსტეთ. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში ვის თუ არა, ეხლა ნაციონალური მოძრაობა მით უმეტეს იმ განახლებულ ფორმატში, რომელშიც ჩვენ ვართ, ნამდვილად ამის პრობლემა არ გვაქვს. ერთ-ერთი კანდიდატი მეც გახდით და მე მოვიაზრებოდი და თქვენ იცით კიდევაც რომ უკვე აქტიურად ასე ვთქვათ ვიყავი ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ოღონდ არა როგორც მერობის თბილისის კანდიდატი, თუნდაც ორი თვის წინ, მაგრამ ჩვენ მუშაობდით უკვე სხვადასხვა კანდიდატებზე, ვინაიდან მიგვაჩნია რომ ამ ქვეყნის კრიზისის გამოყვანა არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მონოპოლია. ხო, ჩვენ არ აქვს ამაზე მონოპოლია. ჩვენ გვინდა რომ ნაციონალური მოძრაობა დიახ იყოს მაქსიმალურად გახსნილი და ღია ყველასთვის. დიახ, მე ვადარებ დღევანდელ ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას იმ პოლიტიკურ გაერთიანებასთან, რომელიც თუნდაც იყო იანვრის თვეში. და მინდა გითხრათ რომ დიახ, ჩვენ ვიყავით ნამდვილად კარჩაკეტილები. მე მახსოვს 2014 წლის არჩევნებზე, როდესაც მე ბევრისთვის მოულოდნელად და პირველ რიგში ქართული ოცნებისთვის
ველოდნელად მეორე ტური ასე ვთქვათ მოვახერხეთ ჩვენს მეგობრებთან ერთად აბსოლუტურად კეთროვანებივით ვიყავით ნაციონალურ მოძრაობა მაშინ მე პარტიულ ლიდერებს ნორმალურად არც კი ვიცნობდი და მახსოვს აი მეორე პირველი ტურიდან გავარდნილ კანდიდატებთანაც კი არ ქონდა ურთიერთობა არ მიგვესულებოდა ელემენტარულად და ჩვენთან არ თანამშრომლობდა არავინ ეს ვითარება აბსოლუტურად შეცვლილია ბევრი მიზეზიდან გამომდინარე დღეს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება ასხივებს სიახლეს ასხივებს იმ ურთიერთობებს რომელიც აკდა ტრადიციულად სამწუხაროდ განსაკუთრებით ბოლო წლებში ნაციონალურ მოძრაობას ცალკე იყო ნაციონალურ მოძრაობა და ცალკე იყო მთელი პოლიტიკური სპექტრი და მთელი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ესე არ არის გასაგებია ნიკა ასეთი კითხვა მაქვს გრიგოლ ვაშაძე ბატონი ზალიკო დიახ გასაგებია ეს კითხვა ძალიან ბევრი სიახლე იქნება ნაციონალურ მოძრაობის არა მხოლოდ და დავასრულეთ თუ ძალიან ბევრი სიახლე იქნება ძალიან ბევრი ახალი მიდგომით იქნება გამორჩეული ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება ბევრი ახალი ადამიანი როგორც თბილისის საარჩევნო სიაში იქნება ბევრი გამოცდილი პირველ რიგში გამოცდილი და პროფესიონალი რომელსაც თქვენც ძალიან კარგად იცნობთ ქალბატონო დიანა და დღეს ვიდრე ჩვენ საუბრობთ ისინი არ გახლავთ ნაციონალურ მოძრაობის წევრები აი ეს ასეთ ადამიანებს ვიხილავთ ჩვენს რიგებში კაცმოდგარ ადგილობრივი არჩევნები. კარგით, ასეთი კითხვა მაქვს ნიკა, თქვენ წარადგინეთ დღეს მერობის კანდიდატი მეტეხის ეზოდან, ლეგენდის თანახმად ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ხოხობი წყალში ჩავარდა. ანუ რაღაც თბილისის გული. ასევე აქცენტი იყო გაკეთებული, რომ ის თბილისელია, მისი მშობლების საფლავი თბილისშია. თბილისელობა როგორც უპირატესობა, თქვენ დღეს ამ წარდგენის დროს ამას გაუსვით ხაზი? ხო გახსოვთ ყოველი მეორე კითხვა, როდესაც ნარმანია იყო კანდიდატი მერობის, თითქმის ყველა ჟურნალისტისგან ჩემს მიმართ ისმევოდა ზუსტად ასეთი. აი რამდენად მიგაჩნიათო თბილისის მერე უნდა იყოს თბილისელი და მე მგონი ძალიან ბევრმა და არა მარტო მე ვუპასუხეთ რომ აქ თბილისელობა და არათბილისელობაზე არ არის საუბარი. თბილისელი არ ნიშნავს რომ აუცილებლად უნდა დაიბადო ამ ქალაქში და სკოლა უნდა ქონდეს დამთავრებული აქ და აქ უნდა იყოს დაფერფლილი ყველა ასე ვთქვათ ცხოვრების ეტაპზე. არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ თბილისი უნდა იყოს რეალურად შენთვის ის ქალაქი, სადაც თავი და ბოლომდე დაიხარჯები და უნდა ქონდეს შესაბამისი უნარჩვევები, რომ ამ ქალაქს გაუძღვე და წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ როგორ შეუძლია თბილისმა აიგდოს თბილისის მერი, ხომ? ვერ მიიღო ბატონი ნარმანია თბილისს არა იმიტომ რომ იმის გამო ვერ მიიღო რომ ის კოქში დაიბადა და გაიზარდა. უბრალოდ არის რომ არა ხოდა ხო სწორად საპირისპიროს ყვები ხა მე ვიდრე თქვენ ხა მე კითხვას მისმევთ არა ამიტომ უბრალოდ წარმოდგენა არ ქონდა სად მოვიდა მას არ ქონდა ერთი გაგება თუ რა უნდა აკეთოს ქალაქში რა ჭირდება ქალაქს თავი დავანებოთ ხა ინფრასტრუქტურულ რაღაც სოციალურ პროექტებს უბრალოდ ის არ იცნობდა პრობლემატიკას მას არ ქონდა არანაირი პოლიტიკური წონა და რეალურად სულ რაღაც 2-3 თვეში ყველა თბილისელმა ერთი მესამედი თქვენ ახსენეთ მოსახლეობის დიახ ცხოვრობს ქალაქში ვერ დაინახა ეს ადამიანი როგორც მისი პარტნიორი და არა პატრონი. გასაგებია მის გუნდშიც ვერ დაინახეს როგორც ჩანს ამიტომ სხვა ლიდერზე ხდება აქცენტის შეჭერება. ბატონ ნიკა თქვენ იბრძვით ოპოზიციაში პირველი ადგილის შესანარჩუნებლად თუ ფიქრობთ რომ ასეთი კანდიდატით თქვენ შეგიძლიათ რაღაც უფრო მეტის მიღწევა ვიდრე სტატუს კო აქვს დღემდე ნაციონალურ მოძრაობას? მე მგონია ეჭ გარეშეა ყველასთვის რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არის რა თქმა უნდა მთავარი კონკურენტი ხელისუფლებისა. ეს მე მგონი ხა არც იმსახურებს მსჯელობას ბუნებრივია ჩვენ და მით უმეტეს ზალიკომას მის სიტყვაში აღნიშნა არ შემოვდივართ ამ ბრძოლაში რომელსაც მე პირადად ვერ დავარქვებ როგორც უბრალოდ რიგით რაღაცა ადგილობრივ არჩევნებს ეს იქნება დიახ როგორც უკვე ერთხელ თქვი ერთგვარი რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე და თბილისის მომავალზე და ასეთ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით და მე დარწმუნებული ვარ თუ ჩვენ სწორი პოზიციონერება მოვახდინეთ თუ ჩვენ ყველა ის ჩანაფიქრი რაც გვაქვს კამპანიის ფარგლებში ზედმიწევნით შევასრულეთ ბევრი თვალსაზრისით ჩვენ გვიქნება ძალიან დიდი შანსი გამარჯვებისა. უბრალოდ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ყალბები, ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები და ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას თბილისში, რომ ჩვენ ვართ სხვა პოლიტიკური გაერთიანება და ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა. ჩვენ დიახ არ შეგვეძლო თანამშრომლობა, ჩვენ პოლიტიკური ბევრი ლიდერი იყო იმ დაგვარ ასე თქვათ ამ მდგომარეობაში, როდესაც ხშირად ხელში მათ კუდი
ტავარზე ქონდათ გადებული და ზევიდან უყურებდნენ და იცოდნენ რომ ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და მე რა ვიღაცა ოპოზიციაში, ანუ აკეთებდნენ დაახლოებით იმას, რასაც აკეთებდნენ. გასაგებია, თქვენი გადასახედიდან დარჩით ჯანსაღი ნაწილი და კუდი ხავარზე გადებულები ჩამოიცილეთ პარტიიდან. არა, მე არ ვამბობ, ნაწილი ბადლიანი, ნაწილი. თუ შეიძლება თუ არ დავასრულოთ როგორ აბა ეს თქვით და ნაწილი იმ ხელისუფლების წარმომადგენლები საერთოდ არ არიან დღეს პოლიტიკაში, ნაწილი ოპოზიციაში არიან, ნაწილი ვითომ ოპოზიციაში არიან. ამიტომ მე ვამბობ, როდესაც საუბარი მაქვს წინა ხელისუფლებაზე, იქ იმ წინა ხელისუფლებიდან ზოგი ადამიანი საერთოდ თვალთაც არ მინახია უკანასკნელი წლების განმავლობაში, რაც მე 2014 წლის შემდეგ ამ პოლიტიკურ პარტიას შემოვერთი, უბრალოდ აი ამ ოფისში არ მინახავს ეს ადამიანი, არა და მართავდა ქვეყანას, ხო? ზოგი რა სადღაცა წავიდა, ბიზნესში წავიდა, როგორ წავიდა, რა შვება, საიდან მოიპოვა ის ასე თქვა შემოსავლები, რომ ბიზნესი აწამო. რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები წავსულთან დაკავშირებით, მაგრამ ეხა როდესაც საუბრობ, ეს არის განახლებული პარტია, მე იმას ეს თანაგუნდელებს აკრიტიკებთ, რომლებმაც ფული დააგროვეს და ბიზნესები წამოიწყეს. თქვენს ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებთ ნიკა? არა თუ მე ვაკრიტიკებდი ფულს როგორ დააგროვებდნენ? ეხლა საშუალო მოწყვეტდნენ, ალბათ საშუალება მიეცათ მათ ამ ფულის დაგროვების. რა თქმა უნდა, არა, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ფარცალაძეებზე, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი ფარცალაძე ყავდა და ფარცალაძეები იყვნენ სამწუხაროდ. ჩვენ რა წინა ხელისუფლებას ვგულისხმობთ და ამ ხელისუფლების თავიდანვე ის მიკვირდა, რომ წინა ჩვენი არა თქვენიც ალბათ ჩემი რატო იყო ფარცალაძე იყო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც იყო დამინიშნავს ის არცეთ გასაგებია, ხო და ეს არის შაბეჭილება მრჩება, რომ ქართულმა ოცნებამ უბრალოდ წინა ხელისუფლების შეცდომები რაღაცა სამაგიდო წიგნად იქცია, ააკინძია შეცდომები და გაახუთმაგა და გაათესმაგა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, არა მარტო ფარცალაძე საქართველოს პარლამენტში რომ შეიხედოთ, ზოგჯერ რომ გავიხედები მარჯვნივ ან მარცხნივ და ხედავ ისეთ სახეებს, რომლებიც წინა წლებში ტელევიზორიდან ხედავენ ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან იყვნენ შესულები. დღეს არიან ქართულ ოცნებაში, ხვალ ალბათ რაღაცა პარტიის რიგებიდან შეიძლება წარმოჩინდნენ როგორც პარლამენტის წევრები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სპექტრი საერთოდ მნიშვნელოვნად გაჯანსაღდეს და გადახალისდეს. ნიკა, ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. გასაგებია, ოპოზიციურ პარტიაში ეს ტენდენციები ძალიან მზარდია. ნიკა, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს მთელი ძალით მართალია ვირტუალურად, ელექტრონულად, მაგრამ ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში, მისი Skype მიმართვების ფონზე მიდიოდა შეხვედრები, მთავარი შეხვედრები ქალაქებში და მოედნებზე. თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენ გექნებათ თუ არა სააკაშვილის ასეთი ჩართულობა აი ამ არჩევნებში? ანუ ის ჩაერთვება თუ არა საარჩევნო მარათონში? თქვით ამაზე სიმართლე გითხრათ, დეტალურად მასთან არ მისაუბრია და ზოგადად ძალიან იშვიათად მაქვს მასთან კონტაქტი, გამომდინარე იქიდან, რომ იგი არის ძალიან დიდ ბრძოლაში, იქ სადაც არის უკრაინაში, 42 მილიონიან ქვეყანაში არის ერთ-ერთი ყველაზე ხო, მაგრამ იმის დრო ჰქონდა, რომ ზალუდუმაშვილის კანდიდატურა პირადად შეეთანხმებინა, ბატონ ნიკა. არა, მე გეტყვით და ძალიან სწორად მოიქცა ზალიკო, ის გადაწყვეტილება მიღებული ქონდა უკვე ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების პოლიტსაბჭოს და მეც გახდით იმ შეხვედრაზე, როდესაც ის კიევში ჩავიდა, მე ვფიქრობ, მისი მხრიდან იყო ძალიან კორექტული ნაბიჯი, რომ უბრალოდ ჩასულიყო და პარტიის როგორც დამფუძნებელთან მცირე შეხვედრა გაიმართა და უბრალოდ ტელეეკრანიდან არ გაიგო მიხეილ სააკაშვილს. მე იმ შეხვედრაზე ვესწრებოდი თავად, როდესაც ზალიკო იყო ჩასული, ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი იყო და კორექტული ჩემი აზრით. დიახ. ის ჩაერთვება თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მე მგონია. აი მაგათი ივანიშვილი შეიძლება არ ჩაერთვას ოცნება ამბობს. თქვენი ფალავანი, თქვენი არაფორმალური ლიდერი. მაღალი აბათობით ნიშნულოვნად გითხარით მაშინ, როდესაც 2016 წლის არჩევნები იყო, ის იყო ერთ-ერთი მხარის გუბერნატორი, დღეს კიდევ უფრო და ასე თქვა დატვირთულ და დაძაბულ რეჟიმში უწევს მას საქმიანობა. თქვენ აკვირდებით ალბათ სოციალური ქსელის მეშვეობით, როგორც ჟურნალისტს გაინტერესებთ ალბათ, რომ იგი პრაქტიკულად კამპანიაშია იქ და ემზადება უკრაინაში გასამართი არჩევნებისთვის, რომელიც შესაძლებელია იყოს ვადამდელიც, როგორც იქაური ვითარება ცხადყოფს. ამიტომ აქედან გამომდინარე მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ
მისი ჩართულობა იქნება, რა თქმა უნდა, არა ისეთი, როგორიც იყო 2016 წელს, თუმცა ეს არნიშნავს იმას, რომ მისთვის სულ ერთია ვინ გაიმარჯვებს დედაქალაქის მერის გასაგებია. დიდი მადლობა ნიკა მელიას იმისთვის, რომ ის იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი დღევანდელი წარდგენის შემდეგ.